სახელმწიფო მამისა და დადისა და სულისაცმლისა და გილოცავთ ზემოდელ დღეს ახსენებას დიდი მოღვაწის გიო ხანძთელის და მასთან ერთად და თანამოღვაწე მამანი და დედანი ჩვენ მოვიხსენეთ ახლა და უმეტად იხსენეს ეკლესია უკვე საუკუნეა იმიტომ რომ საოცარი მაგრამ აღმოჩნდა რომ ჟანთავი თერვის გამო ცხოვრება გიო ხანძთელისა აღარ მოიპოვებდა საქართველოში და ერთი მეცნიერი ჩასული იყო და იქ სომხეთში არის ესეთი წინსაცავი მათანედარანი იქ მუშაობდა მეცნიერი და აღმოაჩინა იქ გიო ხანძთელის ცხოვრება და მან ჩათვალა ჩემი ცხოვრების ასეთად ყველაზე თავარი აღმოჩენა და დამსახურება არის ამ ხელნაწერის მოპოვება ფაქტიურად ელი მოღვაწენი იმ დაუკარჯეთისა მათი სახელი ჩვენ დღეს ვიცით რომ აი ამ ხელნაწერის საშუალებით იგი რა დღეში იყო ჩვენი ქვეყანა საუკუნის მანძილზე რომ მონასტრები სანგრევდნენ წვავდნენ ჩვენ ხელნაწერის ყველაფერს მაგრამ უფალმა განაგო რომ მისი მსახური სათნონი მისის ადამიანების სახელები არ დაიკარგა არ ზეცაში არის მაგრამ ჩვენთვისაც არის რომ ჩვენ მათთვის ვილოცოთ და ვედროთ რომ შეგვეციონ და როგორც იმ მძიმე დროს როდესაც იყო არაბობაც იყო ლითურქობაც იყო და არ მოიპოვებოდა საშუალება ქრისტიანული ასეთი მოღვაწეობის ქართლში და კახეთში აი მაშინ გიო ხანძთელი მიდის სწორედ დაუკარჯეთში ის განსხვავებულ მდგომარეობაში იყო თქოს ბიზანტიასთან ახლოს იყო და ბიზანტიასთან პრეტენზია ჰქონდა კიდე და დავით კურაპალატის დროს გახსოვთ მაგრამ ქართველი მოღვაწეები ამ დროს უკვე მოღვაწეობენ შავთაზე ათონისთაზე მათი ლოცვა უფალმა შეისმინა და იმ ლოცვა იმ უმრავალი მორწმუნისა რომ სახელი ჩვენ არ ვიცით იმათი ლოცვით მოხდა აღორძინება საქართველოსი ხელახლა უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგ აი ამ დიდი ძლიერი შემოსევების მიუხედავად უფალმა აღადგინა საქართველო ჯერ დაუკლარჯეთი მერე ხდება ისე აი ვიტყვით ამ მამების ლოცვით უფალმა შეისმინა და შეგვეწია და შეგვიწყალდა და აგვადინა გაგვაძლიერა რომ მაშინ სწორედ იქნება ერთიანი საქართველო როდესაც პირველი მეფე ერთიანი საქართველოს მეფე იკურთხა ეს არის ბაგრატ მესა მეფე ის განგებით აღმოჩნდა თქვენიცით რომ მემკვიდრე ბაგრატიონთა შორის არავინ არ იყო ცალკე სამეფობად იყო ახალი ცალკე ქართლი ცალკე იმერი ცალკე აფხაზი ცალკე დაუკარჯეთ და აი არ ყველა უშვილოდ რჩა რატო ერთ წყალდა მარტოშვილი ეს ბაგრატი და ეს განგება იყო ღვთისა რომ მოხდა სწორედ მის საშუალებით აი ამ ღვთის ასეთი განგების საშუალებით ერთიანი აღდგენა ამას ბრძოლა დაჭირდა იმიტომ თვითნებობა ადამიანებისა იჩენს ყველგან ყველა ერში და ყველა ქვეყანაში თავს იღებს წინააღმდეგ ამისა მაგრამ ისევ და ისევ ღვთის განგებით მოხდა გამთლიანება საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს მორწმუნე ადამიანის ლოცვის და ღვაწლისა ღვთის წინაშე რომ დაფარულნი გაცხადდნენ მე იმიტომ რომ როდესაც გიო ხანძთელი ჩავიდა იქ ყველას კი არ ისწავდა მაგრამ თანდათან გაისმის ერთმანეთი და ქრისტეს მიერ უდიდესი დიდი ოჯახი შეიქმნა მლოცველთა მმართველთა მოღვაწეთა და სწორედ აი გავრცელება საქართველოს იქიდან დაიწყო ხელახლა ჩვენ ვთქვათ იმ ეპოქაში როცა აგრესიულ მათეიზმმა რომელიც ჯერ ჩნდება ევროპაში, საფრანგეთში ვიცით, ინგლისში ვიცით, გერმანიაში და ნელი გადმოდის აქეთ აღმოსავლეთით და რა სავალალო მდგომარეობა მიიყვანა ქვეყანა. ადამიანის გრევა, მარტო საქართველოში აი ამ რევოლუციამდე 1700-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. და როდესაც
უდიდესი და უნიტარული ჩვენი პატრიარქმა ჩაიბარა საპატიო ტახტი მოქმედი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ეკლესია იყო დარჩენილი. აი ეს ის დრო როდესაც ერთ-ერთმა საზოგადოებრივ მოღვაწემ ერთი ხმამაღალი სიტყვა თქვა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ ღაფავს და საცაა დასრულებს თავის ისტორიულ არსებობასო და უხარო და თუ რა იყო ეს მარტო ფაქტი და მოხდა აღორძინება აი საოცარი უკუდეს დაცულ მდგომარეობიდან უფალს შეუძლია აღამაღლოს და დღეს 2000-მდე მოქმედი ადამიანი იყო საქართველოში მაშინ იყო 3 თუ 4 მონასტერი მოქმედი დედათა მონასტერები იყო ესეთი სამთავროს მონასტერი იყო ოლდის მონასტერი იყო და ბოდბის მონასტერი იყო და მაშინ სენაკში იყო აი დიდ 4 მონასტერი იყო დედათა მამათა მონასტერი აღარ არსებობდა დაიხურა ყველა და დღეს 100-ზე მეტი დედათა მონასტერია და რამდენივე მამათა მონასტერი საქართველოში სასწავლებლები გაიხსნა რით არის მიღწეული აი როგორც მაშინ გრიგოლ ხანძთელი მის თანამოსაგრენი ლოცულობდნენ მოღვაწეობდნენ და უფრისად სათნო იყო მათი მოღვაწეობა მოხდა აღორძინება მთელი ქვეყნის და დაძლევა ამ უძველელი მტრების დასრულდა მე 400 წლიანი ყოფნა ამირასი თბილისში და დედაქალაქი აღარ მარტო ქუთაისი იყო დედაქალაქი და ვიტყოდ ისტორიულად არაერთხელ დედაქალაქის მისიას ქუთაისმა იტვირთა ხო და ერთიანი საქართველოს ბაგრატ მესენსტოთ აქედან დაიწყო და ეს ბაგრატის ტაძარი არის მშვენება არა მარტო ქუთაისის და არა მარტო დასავლეთ საქართველოში მთლიანად საქრისტიანოსი და სოთის დროსაც ოშკი მსგავსად ასე დიდი მასშტაბის უდიდესი ტაძარი აშენდა ოშკი იშხანი არხალი 4-თა ეს საოცარი აღორძინება ხდება და ამას მოყვება მე ათონილი მამები მოყვება მე დავით აღმაშენებელი აი რამდენიმე ადამიანის სულსკეთ შეიძლება როგორი ძრა მოახდინოს ღვთის შეწევნით ხნეთ იყავი და გაძლიერდით და მეუხება ისე მომშეჩე ხანძთელისა და მის მოსაგრეთა ეწევდა სულ საქართველოს თქვენ ყოველთ და ხნეთ იყავი და თქვენი ლოცვაში ეწიათ საქართველოს მთლიანობის ერთობისათვის, მშვიდობისათვის, წარმატებისათვის და უკვე მსოფლიო გებულობს არა მარტო გეოგრაფიულად არსებითად საქართველო არის ქვეყანა ეს არის ერი ქართველი თავის დიდი კულტურით და თავის მეობით რაშიც ეს მეობა ამპარტანება კი არა იმ საერთოდ მანდელი შეძენით აღშენებული კულტურა იქნება საცნობები იქნება ხელნაწერები იქნება რითაც ჩვენ ვაოცებთ უცხოელებს სწორედ ჩამოდიან და როგორ თქვენთან რაღაცა ბელგიიდან იყო ჩამოსული ადამიანი და სვანეთში გავედით და მესტიის მუზეუმში ვნახეს მე-19 საუკუნის ხატები და ხელნაწერები ასეთი უნიკალური და ასეთ პატარა სოფელში მესტიის ეპატარავთ სწორედ იმ თაში ხრო გადარჩენა სისმდების და დღეს ხდება წარმოჩინა სოფლიოს წინაშე ჩვენი აი ამ თვითყოფადობის ჩვენი ღირსების და როც დაიწყო ჩვენი წინაპრებით და გრძელდება და გაგრძელდეს უკვე თუკუნისამდე ქრისტეს მეოთხე მოსვლამდე ჩვენთან არ ღმერთის